სენაკის რადიო. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ციცინო ყურაშვილი, ექიმი, სამეგრელოს ისტორიის მკვლევარი. რამდენიმე წელია განსაკუთრებული ინტერესითა და მონდომებით ვიკვლევ ჩემი ქალაქის, სენაკის ისტორიას. მაქვს ამაზე რამდენიმე ნარკვევი დაწერილი და გამოქვეყნებული. მათ შორის არის ქალაქის ცენტრში, რევოლუციამდე არსებული ეკლესიის ისტორიის აღდგენის მცდელობა საარქივო მასალებზე დაყრდნობით და ახლა მოგითხრობთ ამაზე. ვინც სენაკელია, აქ დაბადებულა და გაზრდილა, შეუძლებელია ერთხელ მაინც ამოეკრა ყური, რომ ჩვენი ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ახლა ულამაზესი 100-წლოვანი ხების პარკია და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე დგას, ადრე ეკლესია მდგარა და რომ ის ბოლშევიკებს დაუნგრევიათ. ცოტამ თუ იცის, რომ ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა იყო და ქალაქის მშვენებას წარმოადგენდა. აი სულ თავიდან კი ის ტერიტორია, სადაც ახლა ქალაქი სენაკი და ირგვლივ მიმდებარე სოფლებია, ძირითადად ორი გვარის, დადიანებისა და თავად მხეიძეების საკუთრებას წარმოადგენდა. სამეგრელოში იმერეთიდან გადმოსახლებული თავადი მხეიძეები მე-17 საუკუნის მიწურულს დაუნათესავდნენ სამეგრელოს მთავართა ოჯახს. ერთგულებისა და თურქებთან ომში გამოჩენილი სიამოვნებისათვის სამეგრელოს მთავარმა ოტია დადიანმა უბოძამად სოფელი ყულისკარი 1728-1757 წლებში. 1857 წლიდან კი მოულოდნელად გარდაცვლილი დავით დადიანის მეუღლის, დედოფალ ეკატერინეს მმართველობის დროს პირველად იხსენიება ოფიციალურ დოკუმენტში მესტეჩკოს სენაკი. მესტეჩკოს რუსები უწოდებდნენ ნახევრად ქალაქის ტიპის დასახლებას, ანუ დაბას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სენაკი დაბად და წინა ქალაქური ტიპის დასახლებად ჩამოყალიბდა არა 1871 წელს ფოთი თბილისის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, არამედ 50-იანი წლებიდან, ანუ დავით დადიანის მმართველობის დროიდან. 1857 წელს რუსეთმა სამაზრო მმართველობა შემოიღო. ამჯერად სამეგრელო ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებად დაიყო და სენაკის მაზრის მმართველად კორნელი ბოროზდინი დაინიშნა, რომელიც თავის ადმინისტრაციასთან ერთად განთავსდა ჯერ თეკლათში, თავად ივანე მხეიძის სახლში და სენაკში საოლქო სამმართველოსათვის სახლის აშენების შემდეგ გადავიდა დაბაში, რომელიც ფოთი თბილისის რკინიგზის გრანდიოზული პროექტის დამტკიცების შემდეგ ცენტრალურ ადგილად იქცა და მალე წაართვა პირველობა დაბა ძველ სენაკს. სარკინიგზო ხაზისა და რკინიგზის სადგურ ახალი სენაკის მშენებლობა, რომელიც დღევანდელ ადგილას სწორედ ალღოიანი თავადების, მხეიძეების მიერ მათი კუთვნილი ტერიტორიის შეთავაზებით მოხდა, სწრაფი ტემპებით დაიწყო და გაიშალა. დაიწყო ჭაობიანი ადგილების ამოშრობა, ამოვსება, სამაზრო, სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციული შენობების აგება, სადაც განთავსდა სამაზრო აპარატი თავისი კანცელარიით, ფოსტა ტელეგრაფით, სასამართლო და საპოლიციო სამსახურებით, სანოტარო კანტორით, საექიმო და სააფთიაქო პუნქტებით. დაგეგმარებული და გაყვანილი იქნა ცენტრალური გზები. დაბის ცენტრალურ ადგილას კი აიგო წმინდა გიორგის სახელობის ხის პატარა ეკლესია, ფართით 240 კვადრატული საჟენი, უფრო ზუსტად კი, როგორც 1910 წლის საარქივო მონაცემებით ირკვევა, ეს პატარა სამლოცველო მდგარა ახლანდელი და იმდროინდელისაც ქუთაისის ქუჩის თავში, ნომერ 2-ში. იქ, სადაც შემდგომში, კერძოდ 1934 წელს დაიწყო სამუსიკო სკოლის მშენებლობა და 1967 წლამდე ეს სკოლა ფუნქციონირებდა. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. დაბაში ასეთმა ცვლილებებმა რკინიგზის ხაზის, სადგურის კეთილმოწყობისა და ფართოდ გაშლილმა სამშენებლო სამუშაოებმა სწრაფად მოიზიდა გლეხობა შემოგარენში არსებული სოფლებიდან. ღარიბები ოჯახებით ჩამოდიოდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლადაც აქ მკვიდრდებოდნენ, თუმცა კავშირს თავისი გვარისა და სოფლის ეკლესიებთან ინარჩუნებდნენ. კვირადღის წირვა-ლოცვას აქაურ ეკლესიაში კი ესწრებოდნენ, რომელიც თანდათან ვერ იტევდა გაზრდილ მოსახლეობას. სწორედ ამაზე წერდა 1895 წელს გაზეთ ივერიაში ტრიფონ კალანდარიშვილი. ახალ სენაკი, 10 იანვარი. აქაური ეკლესია ისეთი პატარაა, 40 კაცი ძლივს თავსდება. ეს ეკლესია იმ დროს არის აშენებული, როდესაც ახალ სენაკში
პირველად დაიწყეს დუქნების და სახლების აშენებაო. ეს კი სწორედ ბოროზდინის მმართველობის პერიოდია. ის კი მოგვითხრობს, ქვაშიხორს იქით ერთ ვერსზე დაბა ახალსენაკი იყო, ჩემი მომავალი რეზიდენცია, სადაც სახლს ვაშენებინებდი საოლქო სამმართველოსათვის. აქვე ვაშენებინებდი სატუსაღოს და ყაზახ-რუსების სადგომ ყაზარმებს. სენაკში ბაზარი იყო, რამდენსამე რიგად ხის დუქნები ჰქონდა ჩარიგებული და კარგი ვაჭრობაც იყო გაჩაღებული. ყოველ პარასკევს ყველა მხრიდან მოდიოდნენ სოფლოვნი, თავიანთი ნაწარმოების გასასყიდად. წელიწადში რამდენიმე ბაზრობა იმართებოდა ხოლმეო. ამ პატარა ხის ეკლესიის წინამძღვრად და მღვდლად 1873 წელს აკურთხეს მისი ამგები მღვდელი მამა ნიკოლოზ კალანდარიშვილი. დროთა განმავლობაში მოძღვრის დაუღალავის შრომით და მრევლის დახმარებით ეკლესია თანდათან გაფართოვდა. გაკეთდა ახალი ხის სამრეკლო, დაიგო ქვის იატაკი, ეზო კეთილმოეწყო და შემოკავდა. 1882 წელს ეკლესიასთან გაიხსნა ერთკლასიანი პარალელურკლასებიანი სამრევლო საეკლესიო ქალთა სკოლა. დაფუძნდა სკოლის რულოთა საბჭო და ბიბლიოთეკა. 1882 წლამდე ეკლესიაში სავარაუდოდ მხოლოდ წირვები ტარდებოდა. ხოლო საეკლესიო საიდუმლოებები, ნათლობა, ჯვრისწერა და მიცვალებულთა წესის აგება მოგვიანებით დაწყებულა, რისი თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საეკლესიო არქივებში შემონახული ახალსენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩანაწერები მხოლოდ 1882 წლიდან იწყება. ეკლესიის დეკანოზი უცვლელად იყო ბლაღოჩინი მღვდელი ნიკოლოზ კალანდარიშვილი. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. ახალსენაკის მოსახლეობა კვლავ სწრაფად იზრდებოდა. ქალაქს საკუთარი, უფრო დიდი ზომის ტაძარი სჭირდებოდა. უკვე აქ იწერდნენ ჯვარს და ნათლავდნენ შვილებს ვაჭრები, აზნაურები, თავადები, ხელოსნები, სახელმწიფო მოხელეები, ყველა ვინც დაბაში ცხოვრობდა. გაზეთი ვერის ცნობით, ჩვენი ახალსენაკი დღით-დღე ლამაზდება. აქ პატარა ეკლესიები 30 კაცის დაიტევს. მისმა მაღალ ყოვლადუსამ მდელოესობამ საქართველოს ეგზარხოსმა პალადინ, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინად მობრძანდა ქალაქის მოსახლეობას გრძნობით ახსავსე სიტყვით მიმართა და დაავალა, რომ თუ გინდათ ქალაქმა წინ წაიწიოს, ეკლესია უნდა ააგოთო. მაშინვე აერჩიეს კომისია და მემამულეებსაც სთხოვეს დახმარება. ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კნეინა სალომე მხეიძისამ და დაიწყო ხელმოწერები ფულის შესაგროვებლად. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. ჟურნალისტი, ისტორიკოსი რეზო გრიგოლავა წიგნში მოწამე მთავარხუცესი დეკანოზი მამა არისტარხო კალანდარიშვილი საინტერესოდ მოგვითხრობს სენაკის ახალი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ჯერ მამამ და შემდეგ შვილმა მთავარხუცესებმა ნიკოლოზმა და არისტარხომ თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიუძღვნეს წმინდა გიორგის ეკლესიას, მის მშენებლობის ბოლომდე მიყვანას. აი ამ უნარიდი წიგნიდან. ქალაქისა და მისი მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო დღის წესრიგში დადგა ქვის ახალი და უფრო ვრცელი ეკლესიის აგების საკითხი. სასულიერო და საერო ხელისუფალთა მხრიდან მამა ნიკოლოზის მიერ წამოჭრილი საკითხი მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა. შეიქმნა ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტი მაზრის უფროსის გიორგი ბებურიშვილის თავმჯდომარეობით. მამა ნიკოლოზი ამ კომისიის ჯერ წევრად, შემდეგ კი ხაზინადრად აირჩიეს. მალე შეიქმნა ეკლესიის პროექტიც, რომლის ავტორი იყო ლეოპოლდ ბილფელდი. საქართველოში მოღვაწე გერმანელი, იმ დროის საქართველოს იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორი. მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილია ქაშვეთის ეკლესია, მეფისნაცვლის სასახლე ლიკანში, სასტუმრო ვეტცელი, აღმაშენებლის გამზირზე. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დანგრეული ლუთერანული ეკლესია კირხა. მამა ნიკოლოზის თხოვნითა და შეგონებით სამშენებლო კომისიას ეკლესიის მშენებლობისათვის 700-მდე კვადრატული საჟენი, ეს დაახლოებით არის 3000 კვადრატული მეტრი, მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში დაუთმო ცნობილი თავადისა და მრეწველის, სენაკი ფოთის რკინიგზის ხაზის დამფინანსების, გრიგოლ ბეჟენიძე მხეიძის შვილმა, მაზრის მომრაგებელმა შუამავალმა დიმიტრი გრიგოლიძე მხეიძემ. მის მიერ კომისიისათვის გადაცემული ამ ფართობიდან
240 კვადრატული საჟენის დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია მშენებარე ეკლესიისათვის, ხოლო დანარჩენი ეზოსათვის გამოიყო. ამის შემდეგ მშენებლობაც ნებაყოფლობით შემოწირულობათა ხარჯზე დაიწყო კიდეც. 10 წელი იღწოდა მამა ნიკოლოზი ამ საქმისათვის და 1892 წელს 53 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა საერო და სასულიერო საზოგადოების დიდი მწუხარება გამოიწვია. აი რას წერდა ილია ჭავჭავაძის ივერია ნიკოლოზ კალანდარიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში. ახალ სენაკი. ამას წინათ ჩვენს დაბაში გარდაიცვალა ბლაღოჩინი დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი. მისი უდროოდ სიკვდილი დიდად სამწუხაროდ შეექმნა მთელ სენაკის მაზრას და განსაკუთრებით იმის საბლაღოჩინო მრევლსა და ახალ სენაკსაც. სხვათა შორის მისი მოთავეობით დაწყებულ ეკლესიას წარსულისთვის უკანასკნელ რიცხვებში ბალავერი, ანუ საძირკველი უკურთხა გურია სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მისმა ყოვლად უსაუნდელო ესობამ გრძნობით ახსავსი სიტყვა წარმოთქვა იმის შესახებ, თუ რაოდენი შრომა მიუძღოდა განსვენებულს ეკლესიის აშენებისათვის. აგრეთვე მისმა ყოვლად უსაუნდელო ესობამ მოქალაქეებს დაავალა ყოველი ღონე ეღონათ და უკან არ დაეხიათ ეკლესიის აშენებელი ხარჯის წინაშე. ეკლესია კარგი გეგმითაა დაწყებული. მაგრამ მამა ნიკოლოზის გარდაცვალება მაინც შეაფერხა ტაძრის მშენებლობა. მართალია მისი შვილი მამა არისტარხო ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტის წევრად და ხაზინადრად იქნა არჩეული, მაგრამ ეს არ იყო ადვილად მოსაგვარებელი საკითხი. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. არისტარხო კალანდარიშვილი 1892 წლის 6 დეკემბერს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 11 დეკემბერს მღვდლად დაასახელი და ახალი სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. მასვე დაევალა სენაკის ოლქის მთავარ ხუცესობა. გაზეთებში ივერია ცნობის ფურცელი დროება, პერიოდულად იბეჭდებოდა ცნობები ახალ სენაკის ტაძრის გაჭიანურებული მშენებლობის შესახებ. 10 იანვარი ახალ სენაკი. სენაკი იზრდება და ეკლესია არ აქვს. აქაური ეკლესია ისეთი პატარაა, 40 კაცი ძლივს თავსდება. ცხოვრებთა რიცხვი მატულობს, ამას დაუმატოთ მოსწავლეთა რიცხვი, რომელიც 700-ს აღემატება. აქ ახალი ეკლესიის მშენებლობაზე ზრუნა დაიწყო არც უკვე განსვენებულმა ამე ეკლესიის დეკანოზმა კალანდარიშვილმა. შეაგროვა ფული და ასე შემდეგ. განსვენებულმა სიკვდილის წინადღეც თქვა: "ნუ გეშათ ის მიმაქვს, რომ ჩემი სურვილის განხორციელებას ჩემი მოადგილე აღასრულებს, რადგანაც საძირკველი ჩამეყრია და ფულიც ცოტაოდენი მაქვს." მაგრამ სამწუხაროდ აღასრულა თუ არა განსვენებულის მოადგილემ ზემოთხსენებული სურვილი 2 წელიწადია, რაც საძირკველი ჩაყრილი ეკლესია უპატრონოდ არის მიტოვებული. დღევანდელი მოძღვარი ამ საქმეს სრულად ყურადღებას არ აქცევს. ხალხში უნდა გაიღვიძოს სურვილმა და ასე შემდეგ. ამას წერდა ტრიფონ კალანდარიშვილი. გაზეთი ცნობის ფურცელი აუწყებდა მკითხველებს, რომ ახალი ეკლესიის მზრუნველისა და მნათის ასარჩევად მამა არისტარხოს მიერ დანიშნულ კრებაზე დებუტატთაგან 4-დან მხოლოდ 1 მისულა, ხოლო დამსწრესულ 20-ოდე კაცი ყოფილა. მაშინ, როცა 1/3-ზე უკვე აშენებული ეკლესია მიტოვებულია და რაც გაკეთდა ისიც ფუჭდებაო. გაზეთი ივერიის ცნობით ეს ერთი თვე იქნება, რაც ახალ სენაკში მოვიდა მთავრობისაგან ახლად დანიშნული სენაკის მაზრის უფროსი ბატონი რეზანოვი. მოსვლისთანავე ყურადღება მიაქცია ახლად ასაშენებელ ეკლესიას, რომელიც ეს 8-9 წელიწადია, რაც დაწყებულია და დასასრული ვერ მიეცა ჩვენის დაბის სამარცხვინოდ. ახლა იმედი აქვს წელს დამთავრდეს ეკლესიის შენება. მაზრის უფროსმა ჯერხნობად ეკლესიას შესწირა 50 მანეთი. აგრეთვე იკისრა შემოწირულობათა შეგროვება ეკლესიის სასარგებლოდ. მაზრის უფროს ხარს უჭერს ამ საქმეში სენაკის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი თავადი ფარნაოზ მხეიძე, რომელიც ამ ეკლესიის აღმშენებელ კომისიის თავმჯდომარედ ამას წინად იქნა არჩეული. ეკლესიის მშენებლობა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით მიმდინარეობდა და მისი შეგროვება მშენებლობის დამთავრებამდე არ შეწყვეტილა. ამაში ჩართული იყო ახალ სენაკის მთელი საზოგადოება. საინტერესოა, რომ იმ დროის მონაცემებით სენაკში მოსახლეობა 150 ოჯახს, ანუ 900-მდე სულ შეადგენდა. მათგან 57 მრეწველისა და ვაჭრის ოჯახი იყო, ხოლო 14 თავადაზნაურისა. დანარჩენ 80 გლეხებისა და მოსამსახურეთა ოჯახები წარმოადგენდა.
დიდი ასია იმ პირებისა, ვინც დაუღალავად იშრომა და გაისარჯა შემოწირულობათა შესაკრებად და პირადი თანხებით თუ ნივთების შესწირამ შენებრარე ეკლესიას. ჩამოვთვლით მხოლოდ ნაწილს. თავადები ოტია დადიანი, ფარნაოზ დავითის ძე, ბესარიონ გრიგოლის ძე და ბარდღა ივანეზე მხეიძეები, ალექსანდრე და არჩილ ჭანტურიები, სოლომონ სალაყაია, მიხეილ მისაბიშვილი. შემომწირულების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა პრესის ფურცლებზეც. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. აი ერთი განცხადება. ნება მიბოძეთ, რომ თქვენი პატივცემული გამოცემის საშუალებით უგულით ადესი მადლობა გამოუცხადო ქალბატონ ოლღა პავლეს ასულ ხმალაძეს და მეორე გილდიის ვაჭარს ივანე მარკოზის ძეს ხუნწარიას, რომელთაგან პირველმა შემოსწირა წმუნებულს ჩემდამი დაბა ახალსენაკის წმინდა გიორგის ეკლესიას ერთი ახალის ვერცხლის საცეცხლური, ხოლო მეორემ ახალის ვერცხლისავე ჯვარი. ბლაღოჩინუ მღვდელი მამა არისტარხო კალანდარიშვილი აწერს ხელს. საარქივო მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ 1898 წელს ეკლესიასთან დაარსდა ქალთა ორკლასიანი საეკლესიო სამრევლო სკოლა, რომელიც განთავსებული იყო საკუთარ შენობაში. გამგე არისტარხო კალანდარიშვილი. განათლების სამინისტროს ვაჟთა ორკლასიანი ნორმალური სასწავლებელი. ამავე სამინისტროს ორკლასიანი ქალთა სკოლა, სადაც 1910 წლისათვის 95 ქალიშვილი სწავლობდა. ახალსენაკის ეკლესიის საძირკვლის კურთხევიდან 15 წლის თავზე 1905 წელს, როგორც იქნა დასრულდა წმინდა გიორგის სახელზე აგებული ახალი ქვითკირის ეკლესიისა და ქვის სამრეკლოს მშენებლობა, რაც 30,000 მანეთზე მეტი დაჯდა. სამწუხაროდ არ შემონახულა ტაძრის ზომები ან ფოტო, რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ მასზე. თუმცა გადმოცემით ცნობილია, რომ მისი გუმბათიდან მთელი ქალაქი ხელის გულივით მოსჩანდა. ხოლო საგაზეთო კორესპონდენციებში არაერთხელა ახასგასმული, რომ ეკლესიის მშენებლობა კარგი გეგმითაა დაწყებული. თუ შევადარებთ თეკლათის დედათა მონასტრის ეკლესიას, რომლის აშენება 2,5-ჯერ ნაკლები თანხით შეძლეს დედებმა, ფიქრობ დასაჯერებელია, რომ ახალსენაკის თეთრი კირქვით ნაგები მთავარი ტაძარი თავისი სიდიდით და სიდიადით წარუშლის შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. 1905 წლის 3 აპრილს დაინიშნა ეკლესიის კურთხევა, რომლის მშენებლობა გურია სამეგრელოს სამი ეპისკოპოსის, ყოვლად უსამუდელოეს გრიგოლის, ყოვლად უსამუდელოეს წმინდა მღვდელთავრის ალექსანდრესა და ყოვლად უსამუდელოეს დიმიტრის მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა. მეუფე დიმიტრის საქართველოში არ ყოფნის გამო, სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძრის საზეიმო კურთხევის პატივი გურია სამეგრელოს ეპარქიის მმართველის მოვალეობის შემსრულებას იმერეთის ეპისკოპოს ყოვლად სამღვდელო ლეონიდეს აკროპილიძეს ერგო წილად. ტაძრის კურთხევაზე სტუმრად მოსულ სასულიერო და საერო პირთა სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში არსებული რევოლუციური დაძაბულობა მცირეოდენ ჩრდილს მაინც აყენებდა ამდენი ხნის ნანატრი ეკლესიის საზეიმო კურთხევის ცერემონიალს. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. წირვის შემდეგ სხვათა შორის ვიცე-გუბერნატორმაც მიმართა ხალხს დარიგებით. იმავე საღამოს ეგზარხოსი თბილისს დაბრუნდა. ეს ის ეგზარხოსი ალექსია ერისკაცობაში ალექსი ზეოპოტსკი, რომელმაც ახალსენაკის ეკლესიის კურთხევის მომდევნოთვის 1905 წლის 29 მაისს კაზაკების მეშვეობით დაარბია საქართველოს ეკლესიის სამღვდელობის არასანქცირებული ყრილობა ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით. მანამდე ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად სწორედ ის ცდილობდა სამეგრელო სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ამის გამო დახვდა მას ალექსი ბერიშუშანია თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში ახალსენიკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალს და საპროტესტო წერილი გადასცა. ამ ფაქტებმა საპროტესტო მოძრაობა უფრო გააძლიერა. ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეგზარხოსი ალექსი საქართველოდან გაეწვია. ზემოთ აღნიშნეთ, რომ ამ დიდებული ტაძრის ერთი ფოტოც კი არ შემორჩა არქივს. ჯერჯერობით ვერც სენაკელთა საოჯახო ალბომებში მივაკვლიეთ მას, მაგრამ ჩვენს ძიებას უკავალოდ მაინც არ ჩაუვლია. საქართველოს ეროვნულ არქივში აღმოჩნდა ფოტო,
რომელზეც ახალსენაკის ტაძრის ფრაგმენტია გამოსახული. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. დაუბრუნდეთ ისტორიას. ეს ეკლესია და იქ მოღვაწე მღვდლები, მამა არისტარხო კალანდარიშვილი, მამა გერასიმე და ლეონიდე ხოშტარიევი და სხვანი თავიანთი ღვთისათმოქმედებები და ქადაგებებით ემსახურებოდნენ სენაკელთა სულიერ და ზნეობრივ აღზრდას. მაგალითად, გაზეთ-ცნობის ფურცლიდან ვიგებთ, რომ კვირას 22 თებერვალს ახალსენაკის წმინდის გიორგის ეკლესიაში ადგილობრივმა ბლაღოჩინმა მღვდელმა მამა არისტარხო კალანდარიშვილმა წირვა და პანაშვიდი გადაიხადა მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებლად. პანაშვილს დიდძალი ხალხი დაესწრო, როგორც ადგილობრივი ინტელიგენტი და მცხოვრები, აგრეთვე ახლო-მახლო მცხოვრებიც. ეკლესია და გალავანი ხალხით გაჭედილი იყო. შემდეგ პანაშვიდისა ბლაღოჩინმა არისტარხოს კალანდარიშვილმა მოკლედ მშვენიერი სიტყვა წამოთქვა, რომლითაც აუწყა ყველას თუ ვინ იყო დიდებული ერეკლე მეფე და რა თავგანწირვით იბრძოდა თავის სიცოცხლეში პატარა კახეთ ჯულის და სარწმუნოების დასაცავად. დაუბრუნდეთ ისევ სენაკის sobors. ცნობილია, რომ 1918-23 წლებში ადგილობრივმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა, მაგალითად სოფელი ხორშინო, ქალაქების სალხინო, გამოსცეს დადგენილება ძველ სასაფლაოებზე, ანუ ეკლესიის ეზოსა და ტაძარში მიცვალებულთა დამარხვის აკრძალვის შესახებ და გამოყვეს სხვაგან ახალი ადგილები. ამიტომ ბევრმა თავისი მიცვალებულები გადაასვენა ახალ სასაფლაოზე. სენაკის მაზრიდან იტყობინებოდნენ, რომ თითქოს ეკლესიის დახურვას წინ უსწრებდა გრანდიოზული მიტინგები. დანიშნულ დღეს ამას სანახაობის სახე მისცეს. წითელი ტრანსპარანტებითა და ლოზუნგებით მორთულ სახელდახელო ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდნენ სამაზრო ხელმძღვანელები და კომკავშირლები. შემდეგ ხალხი ვაშას ძახელი დაიძრა ეკლესიისკენ. სახურავიდან ჩამოხსნეს ჯვარი, ძირს ჩამოყარეს ზარები და ჯვართან, ხატებთან და სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად ჯერ ურმით ქალაქის ქუჩებში შემოატარეს და შემდეგ რკინიგზის სადგურის გადავმა ჭაობში მოისროლეს. ტაძრის გუმბათზე ჯვრის ნაცვლად ვარსკვლავი აღმართეს და შენობა სახალხო სახლად გამოაცხადეს, თუმცა შემდეგ არც ეს იკმარეს და წარსძარი საძირკვლიანად მოთხარეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ანტირელიგიურ კამპანიას ისე წარმართავდნენ, თითქოს მოსახლეობის 99% მხარს უჭერდა მათ პოლიტიკას. სენაკის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე სამსონ მამულია დაუფარავი სიხარულით წერდა. 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების 2 წლისთავის შესანიშნავი დღე იყო ეკლესიების გაუქმებით. ეკლესიები გაუქმდა ხორში, სუჯუნაში, ნეესაკოვში, ნახუნავოში, მოქალაქეში, გეჯიჩი და სხვა. ხალხი სახურავებიდან ყრიდა ჯვრებს, გარეთ ყრიდნენ ხატებს. სუჯუნაში სინაგოგაც გაუქმდა. ეკლესიები გადაკეთდა სკოლებად, კლუბებად, სახალხო სახლებად. 27 თებერვალს შეძლო გრანდიოზული მიტინგი ქალაქ ახალსენაკში, პროფკავშირის წევრების, მოსწავლეთა და ქალაქის მცხოვრებლების მონაწილეობით. მიტინგმა ხურვალე ტაშის ქვეშ დაადგინა. ახალსენაკის ქალაქის ეკლესია გადაკეთებული იქნა სახალხო სახლად. მიტინგის დამთავრების დროს ორატორის მოწოდებით წინ ბასტილიისაკენ მრავალრიცხოვანი ხალხი ვაშას ძახილით დაიძრა ეკლესიისკენ. სახურავიდან ჩამოხსნილი იქნა ჯვარი, ხატები, გამოტანილი ეზოში და გატარებული ქალაქის ბაღში და ქუჩებშიო. ტაძრების დანგრევას სასულიერო პირთა დატერორება მოჰყვა. მღვდლებს განცხადებებს თავისი ხელით აწერინებდნენ, ძალით ხდიდნენ ანაფორეს და თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა ან ჩუმად აგრძელებდა წირვალოცას, ფიზიკურად ანადგურებდნენ. სენაკელთა მთავარხუცესი, ახალსენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი მამა არისტარხო კალანდარიშვილი დაუმორჩილებელთა სიაში შეიყვანეს. ჯერ შვილი იუნკერთა რიგებში მებრძოლი ნიკოლოზი შეეწია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ხოლო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის თავგადადებული მამა არისტარხო 1924 წელს სენაკში აჯანყებულთა თანადგომისა და მონაწილეობისათვის დახვრიტეს. განადგურდა ქალაქის უმშვენიერესი ეკლესია. სენაკის დიდებული ტაძრის თლილი ქათქათა ქვები ქალაქის მუშახალგაზრდობის სკოლის ასაგებად გამოიყენეს. დარჩენილი ქვები და ღორღი ქუჩების კეთილმოსაწყობად დაშალეს. დანგრეული ეკლესიის ადგილზე კი მწვანე ცისფრად შეღებილი პირამიდული ფორმის კვარცხლბეკები ააგეს და ზედ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადების, ლენინის, მარქსის, ენგელსისა და ტროცკის თეთრი ქათქათა
ბიუსტები დადგეს. ასე მიწასთან გაასწორეს ეკლესიაში დაკრძალულ მიცვალებულთა საფლავებიც. მოსპეს სენეკელთა უპირველესი სალოცავი და სულიერი და ზნეობრივი აღზის უმთავრესი კერა, რომელიც 15 წლის განმავლობაში სენეკელთა მონდომებითა და მხოლოდ მათი შემოწირულობებით შენდებოდა და ქალაქის სახეს და მშვენებას წარმოადგენდა.